აბა, როგორ არის საქმე? ცოტას ნერვიულია. ცოტას ყველა ნერვიულობ არა უშავს. უფრო ცოტა უნდა ინერვიულო, იმიტომ რომ აქამდე შე რომ მოხვედი, მოგეყვანა ხალხმა. სულ 5 ლაევიდან 3-ჯერ იყავი ლიდერი და დანარჩენი სულ მოწინავე პოზიციებზე იყავ. ეს ნიშნავს იმას, რომ ხალხს ძალიან უყვარხარ შენ და შენი იმედი აქვს. ამიტომ ეხა შენი უკანასკნელი გამოსვლა უნდა იყოს ზუსტად აი ამ ხალხისთვის. ბოლომდე უნდა დაიხარჯო, შენი მაქსიმუმი უნდა აჩვენო. რაც აქამდე არ გიქნია, ის უნდა გააკეთო. სანდრო, მე შენი მართლა ძალიან დიდი იმედი მაქვს, იმიტომ რომ მე ვატყობ, რომ შენ ძალიან გაიზარდე მუსიკალურადაც, ემოციურადაც, დაღვინებული ხარ და ეხლა ეს შენი რაც გაქვს თავში, გულში, ყველაფერი გამოხატე ამ მუსიკაში. მეც ვერაფერს ვერ გეტყვი, მე მჯერა შენი მართლა ისევე როგორც ხალხს, რომელიც ამდენი ხანი შენ გვერდზე გიდგას უკვე. და აი ამ ხარდაჭერას არც ერთი წუთით არ გაკლებს. ამიტომ აი გაილაღე და აი ბოლომდე დაიხარჯე, გეხვეწები და გეხვეწები ნერვიულობა შეამცირე, იმიტომ რომ მე ვერ გეტყვი რომ ვერი ნერვიულო, მაგრამ ძალიან ცოტა გეხვეწები რომ ეს ხარისხზე ამან არ იმოქმედოს, კარგი? და მე ვამოყობ შენითი ცოტა მიყვარს. წავედი და წარმატები. სანდრო კურცხალიძე Here come old Fletcher, he got grooving up slowly, he got Jojo Abel, he won Holy Roller, he got hair down to his knee. Got to be a joker, he just do what you please. He went on Shushan, he got Georgia football, he got monkey finger, he said Coca-Cola, he said I know you, so you know me. One thing I can tell you is that got to be free. Come together right now over me, yeah. You roller coaster, he got everyone and he got muddy water, he said no job filter, he got one and one is free. Got to be good looking, cause it so I can see come together right now over me. Come together, yeah. Come together, no, yeah. No, come together. Come together, yeah. Come together right now. Come together right now over me. რა ხდებოდა სცენაზე? მენტორი ფეხზეა. როგორი გოგოების გარემოცვაში იმყოფებოდა? სანდრო, ბრავო! ბედნიერი კაცი ხარ სანდრო. სანდრო. სოფო გისმენთ? ეს იქნება ჩემი უკანასკნელი შეფასება სანდროსი, ამიტომ მინდა მოკლედ, მაგრამ ყველაფერი ამომწურავად ვთქვა. სანდროს თავარი ხიბლი არის მის ინდივიდუალიზმში, რომელიც გამოიხატება მის ტემბრში და ასევე მის მანერასა და სტილში, რომელიც არაერთხელ გახდა აზრთა სხვადასხვაობის საგანი, ესე ვთქვათ. მაგრამ რაც არის ყველაზე მთავარი არის ის, რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ახლა
აჭარა ბათუმი ზუსტად ისეთივე ამაყია მისი გამოსვლით, როგორც მე ამ წუთებში. მე არ შემიძლია მეტი არაფერი დავამატო, უბრალოდ მართლა საუკეთესო ხარ შენ სანდრო. შენ ყველაფერი გააკეთე იმისთვის, რომ ღირსეულად ყოფილიყავი ბოლომდე ამ ფინალში. ამიტომ თავიდან შენი პირველივე გამოჩენიდან ბოლომდე მე კიდევ ერთხელ გეუბნები, ვამაყობ შენით და ჯერა რომ შენ ყველაფერი წინ გაქვს. როგორც არ უნდა დამთავრდეს დღეს ეს პროექტი. შენ თავარი გამარჯვება ხალხის გულებში უკვე მოიპოვე. ამიტომ რაც უნდა მოხდეს, შენ ეს იცოდე ბოლომდე. დიდი მადლობა სოფოს. გიორგი, ხო შეაფასეთ სანდრო. როდესაც ფინალში ვართ და ძალიან ბევრჯერ ყავს უკვე კონკურსანტი მოსმენილი, ძალიან რთულია ხოლმე კონკურსანტისთვის წესით რაღაც კიდევ ფინალში ახალი აჩვენა მაყურებელს და მე ძალიან დადებითად გაყურებული ვარ, რომ ამ ბოლოს სიმღერაში რაღაცნაირად მომეჩვენა, რომ სანდრომ აი მართლა უკვე ყველაფერი დაიკიდა, გაითვალისწინა მენტორის რჩევა, აღარც ნერვიულობდა არაფერი და რაღაც ხასიათი, რაღაც აი სულ სხვანაირი მანერა აჩვენა, რომელიც ჩემთვის ძალიან მოსაწონი იყო და რაც თავარია ახალი მთელი ამ კონკურსის განმავლობაში, მე აი ასეთი ხასიათი სანდროსგან არ დამინახავს. ძალიან მომწონდა სიმღერა თვითონ ძალიან ერთფეროვანია, წფელად რომ ვთქვათ, არ მაუფასურებ ბითლზის დამსახურებას, მაგრამ ეს ამ სიმღერას თვითონ განვითარება არ აქვს, მაგრამ სანდრომ შეძლო რომ ყველა ფრაზა იყო განსხვავებული, რაღაც თავისი ხასიათი ჩადო, მე მომეწოდა რომ აი გაითავისა ის რომ ბოლოჯერ გამოდის მართლა აბსედაზე, ბოლოჯერ ისმეს ჩვენს შეფასებას და ბოლოჯერ აძლევს მაყურებელს შანსს, რომ მას დაურეკონ და აი მთლიანად აჩვენა თავისი თავი და მე ეს ძალიან მომეწოდა. ძალიან მაგარი იყო. დიდი მადლობა ჟიური, დიდი